24 საათიანი პროტესტი გრძელდება. სინდისის პატიმრების მშობლებმა მიზანს მიაღწიეს. დღეს პირველად ოცნების ხელისუფლებამ ვერ გაბედა 9 აპრილის მემორიალთან მისვლა. სახეკი ივანიშვილის პრემიერმა ჯერ Facebook პოსტში, შემდეგ სამებასთან სამთავრობო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაჩინა. აწყოს და წარსულის გამყიდველები, ასე უწოდეს დღეს ოცნების ჩინოსნებს. კობახიძემ 9 აპრილსაც კი აქცენტის გადატანა დასავლეთ ცესსა და რუსეთის ნაცვლად. დილიდან იყო ბევრი პროვოკაცია მემორიალთან ოცნების წევრებმა და კობახიძის სიძემაც სადეს მიახლოება, თუმცა მშობლებმა ისინი არ მიუშვეს. აქ ვიქნებით 9 აპრილის დღის დასრულებამდე ეუბნებიან მედიას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, რა ხდება ახლა პარლამენტთან. იქ მთელი დღეა არის ფორმულას რამდენიმე გადამღები ჯგუფი, ამჯერად თუმცა ბახუტაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში ნაცაკისმით. რუსთაველის გამზირი 24 საათიანი პროტესტის განმავლობაში არის გადაკეტილი. თქვენ ხედავთ ახლა კადრში რუსთაველის გამზირს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიუხედავად ცუდი ამინდისა და წვიმისა კვლავ რჩებიან დემონსტრანტები, პროევროპული აქციების მონაწილეები. 8 აპრილის საღამოდან ამ დრომდე იმყოფებიან რუსთაველზე. 9 აპრილის მემორიალის დაცვა იყო ამ დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, მშობლებს ჰქონდათ მიზნად დასახული ის, რომ ქართული ოცნების წევრები, ვისაც აქ მოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდათ მათი შეფასებით, არ მისულიყვნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი ვერ მიეგოთ 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირებისათვის. ეს ასეც მოხდა. ყოველწლიურად ერთგვარი ტრადიცია იყო, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები 9 აპრილს მოდიოდნენ 9 აპრილის მემორიალთან და გვირგვინით ამკობდნენ ხოლმე ამ ადგილს, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. დღეს მოვიდნენ აქ მოქალაქეები, პროევროპული აქციების მონაწილეები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებმაც ღამე გააჩიეს 9 აპრილის მემორიალთან და გავესაუბრები ახლა სწორედ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს. ელენე ახობაძე არის ჩვენთან ერთად, საბას ხვიტარიძის დედა. მოგესალმებით ქალბატონო ელენე, პირდაპირ ეთერში უმუშაობთ. გაცხადებული პოზიცია იყო სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების, რომ აქ ქართული ოცნების წევრები ვერ მოსულიყვნენ. შედგა მგონი ეს თქვენი დანაპირები, ქართული ოცნების წევრების მცდელობის მიუხედავად ისინი ვერ გამოჩნდნენ აქ და ის გვირგვინები, რომელიც აქ მოჰქონდათ პარლამენტის ეზოში სახელდახელოდ გამართულ მაგიდაზე დატოვეს. როგორი არის თქვენი შეფასება? გამოვიდა თუ არა დღევანდელი დღე და პროტესტი გრძელდება ამასთან? პროტესტი გრძელდება, დღევანდელი დღე შედგა და დღევანდელი დღე შედგა ასე პატარ-პატარა გამარჯვებებით. ჩვენ ბევრჯერ გავემარჯვებთ, ბევრჯერ ვიზეიმებთ, როგორც გუშინ ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა რომ გამოაცხადა და რომ თქვა, რომ თურმე ყოლიათ პოლიტპატიმრები, ინტერვიუში თქვა პოლიტპატიმრების დედები. ესე იგი ხავთ მაგათქვა. ესეც ერთგვარი გამარჯვება იყო. ისე რომ აი ესეთი პატარ-პატარა გამარჯვებით, რომელიც გონიათ მაგათ რომ მნიშვნელოვანია და გახდება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისიც კი დაუშვეს შეცდომა, გამოვიდნენ და გამოაცხადეს, რომ რუსებს არ დაურბევათ რაღაც სხვა მანდარია და აქედან გამომდინარე მაინც თავს ვცნობ გამარჯვებულად პროტესტი დღეს ჩვეულებრივად გაგრძელდება და იმედოვნებ რომ შედგა ფაქტია რომ ვერ მოვიდნენ მემორიალთან და ჩვენი პროტესტი შედგა და გამარჯვებულად გრძნობთ თავს. გითხავთ ასევე კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით და ასევე ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებმაც გაავრცელეს მსგავსი განცხადებები, რომ 99 წლის 9 აპრილს აქ უცხო ძალა შეუტია იმ მოქალაქეებს, დემონსტრანტებს, რომლებიც თავის ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, რაც ნიშნავს, როდესაც ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სახელს ვეღარ ეძახის მტერს, რუსეთს ვეღარ ახსენებს და უწოდებს უცხო ძალებს და ამასთანავე აქ მდგომ ადამიანებს ადარებს უცხო ძალების მართულ საზოგადოებას. აი ამაზე რა გექნება თქვენ სათქმე? ანუ მაგითაც თვითონ აღიარებენ, რომ
უკვე ვეღარ მართავენ სიტუაციას, გავხდით უცხო ძალები მაგათთვის, მანდაც გამარჯვებულები ვართ. ანუ ძალიან კარგად იციან, თვითონ არიან რუსები და ამის აღიარება მოუწიათ ფაქტობრივად, უბრალოდ ესა რომ ვერ ირქმევენ, ხმამაღლა ვერ ამბობენ, რომ არიან ქართველი რუსები, უბრალოდ უცხო ძალებად თვლიან თავიანთ თავს და ჩვენც მაგათთვის უცხონი გავხდით, ესე გამოვიდა და ფაქტურად მე პირადად ჩემი ერთი მოსაზრებით ვფიქრობ, რომ იმის პრეტენზიაც აქვს, რომ ანუ 9 აპრილი წავართვით, თურმე აღდგომა წავართვით შარშან დღესაც. ესე იგი, ჩვენ უფრო მეტად ძლიერები ვართ და იმიტომ წავართვით. ამიტომ გამარჯვებულად ვცნობ თავს და გამარჯვებულები ვართ და გავიმარჯვებთ კიდევ ბევრჯერ და ბევრ რამეში და საბოლოო გამარჯვებას სულიად საქართველოს ერთად ვიზეიმებთ. მადლობა ელენე ახობაძეს უსმენდით საბას ხვიტარიძის დედას. ახლა ვითარება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის მშვიდი, თუმცა დღის განმავლობაში რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ერთი ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების დროშით რამდენჯერმე გადაადგილდა 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ. ის დემონსტრანტების მიმართ გამოირჩეოდა ბილდსიტყვაობით და იყო აგრესიული. ჩვენ გადავიღეთ ეს ყველაფერი საბოლოოდ აქციის მონაწილეების მოწოდების საფუძველზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ეს პიროვნება დააკავეს, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და განარიდეს ყოველ შემთხვევაში ტერიტორიას და აქ აღარ გამოჩენილა. შეგვიძლია ვნახოთ ეს ეპიზოდი პირდაპირ ეთერში. ეს ადამიანი არ იყო არც მემორიალთან მოსული, არც 9 აპრილის გმირებისთვის პატივისაკებად არ იყო მოსული, უბრალოდ იყო პროვოკაციისთვის მოსული, ქონდა ქართული ოცნების დროშა გაკეთებული და უკვე მესამედ, როდესაც მოვიდა და ყოველ მოსვლაზე, როდესაც იგინებოდა, მოუწოდეთ ახლა ჩვენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ ეს ადამიანი. ამის მერე უკვე, როდესაც შელაპარაკება მოხდა, ამის მერე უკვე ჩაერია კრიმპოლი და წაიყვანეს ეს ადამიანი, გაარიდეს, მაგრამ მანქანაში ჩასვეს, როგორც დავინახე, უბრალოდ ეს მანქანა რამდენიმე მეტრით გადაწიეს და გააჩერეს. ანუ ეს ადამიანი არსად არ გადაუყვანიათ. და შესაბამისად არ ვართ იმაში დარწმუნებულები, რომ ეს ადამიანი კიდევ არ მოაწყვეს რაიმე სახის პროვოკაციას. პარლამენტის მიმდებარედ აქცია კვლავ გრძელდება. აქ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც აპირებენ, რომ 12 საათამდე გაატარონ აქ დღე და 24 საათიანი საპროტესტო აქტი შედგეს. ასევე პარალელურად დროთა განმავლობაში ისმის მოწოდებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა სახლში არიან, აქედან მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ და შემოუერთდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ინიციატივას და ღირსეულად დაიცვან 9 აპრილის მემორიალი.